Შარმელ-შეიხის საერთაშორისო ფესტივალი ახალგაზრდებისთვის დღეს თბილისში ოფიციალურად უკვე გაიხსნა და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში იმართება ეს ფესტივალი. ფესტივალი შეიქმნა 2016 წელს დააარსა ეგვიპტელმა რეჟისორმა მაზენ ელ-გარაბავიმ და ფესტივალის შექმნის მიზანი იყო ის, რომ თეატრის მოყვარული ახალგაზრდებისთვის მიეცათ შესაძლებლობა, რომ საკუთარი ნიჭი გამოევრინათ საერთაშორისო პლატფორმებზე, ხოლო შემდეგ უკვე ამ ფესტივალმა მიიღო უფრო გლობალური სახე და ახლა ფესტივალის ორგანიზებაში თუ სხვა პროცესების წარმართვაში თავად ახალგაზრდები იღებენ მონაწილეობას და შარშან 2024 წელს პოლონეთში შემდგარი დებიუტის შემდეგ საქართველოს არის მეორე ევროპული დანიშნულება, სადაც იმართება ფესტივალი და 2-დან 6 აპრილის ჩათვლით თბილისი უმასპინძლებს 15 ქვეყნის თეატრალურ დასს და წარმომადგენელს. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ფესტივალი არის საკონკურსო ხასიათის და აქ შედგება ორკაციანი სპექტაკლები, დუოდრამები, რომელსაც უკვე შეაფასებს საერთაშორისო ჟიური და ასევე დღეს თუმანიშვილის თეატრში, ქართულ თეატრში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ მსახიობები ლილი ხურითი და ასევე ზურა ყიფშიძე და ჩვენ ვესაუბრეთ დღეს თეატრალური ფესტივალის დამფუძნებლებს და შეგვიძლია რომ მოვისმინოთ მათი კომენტარები. ეს ფესტივალი კარგ საშუალებას გვაძლევს, რომ დავაკავშიროთ აღმოსავლეთი და ევროპა. ამისთვის საქართველოს ნამდვილად ისეთი ისტორიულად სწორი ადგილია. შესაბამისად, ჩვენი ძირითადი საორგანიზაციო პარტნიორები ესენი არიან ეგვიპტიდან, პრაქტიკულად მათ ძალიან ბევრი საორგანიზაციო საკითხი თავის თავზე აიღეს. ჩვენ 3 სამუშაო დღე გვაქვს, საერთო ჯამში 10 სპექტაკლი არის და 6-ში მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო დახურვა იქნება, იმიტომ რომ გამოცხადდება გამარჯვებული სპექტაკლები ნომინაციების მიხედვით, მაგრამ მე ვფიქრობ გახსნათ ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ფესტივალის ფორმატიდან გამომდინარე გახსნის დროს ბევრი პრეზენტაცია კეთდება მონაწილეების და ამავე დროს წელს პირველად ხდება, როდესაც ფესტივალის ფარგლებში იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის ხარდაჭერით ჩვენ ასევე გამოვაცხადებთ 2 ადამიანს და გადავცემთ პრიზს თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და მე ვფიქრობ, რომ ესეც ვთქვათ ისეთი ტრადიციაა, რომელიც დამკვიდრდება ამ ფესტივალის დროს და გაგრძელდება სამომავლოდ. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო საქართველოში. ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ თეატრთან, ასევე კონკრეტულად SITFI ჯორჯიას და მძლავრი ერთობლივი პროექტის შესაქმნელად, რათა დაგვეფუძნებინა საერთაშორისო ფესტივალი. ჩემთვის ეს ისტორიული მომენტია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსგავსი მასშტაბის პროექტი ხორციელდება საქართველოსა და ეგვიპტეს შორის. სამომავლოდ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდებისთვისაც. მათ შეეძლებათ შექმნან მნიშვნელოვანი პროექტები თეატრისთვის, ხელოვნებისთვის, რაღაცისთვის, რაც სამომავლოდ ახალ შესაძლებლობებს მისცემს თეატრის მსახიობებს, რადგან წარმოდგენები მათ შორის ეგვიპტეშიც. საქართველოს იმ კრიტერიუმით ავირჩიეთ, რომ მას ეგვიპტესთან ძლიერი ურთიერთობა აკავშირებს. საქართველოს დიდებული ისტორია აქვს, ის დიდებული ცივილიზაციის ნაწილია, ამიტომ ეგვიპტესთან ბევრი საერთო რამ აკავშირებს. საქართველოში სხვადასხვა ფესტივალზე ბევრჯერ ვიყავი მოწვეული. საქართველოს შესანიშნავი თეატრალური საზოგადოება ჰყავს. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ ღონისძიების ჟიურის წევრი. ეს ძალიან რთული და საფასუხისმგებლოა, რადგან საქართველოში თეატრალურ საზოგადოებას დიდი ისტორია ჰყავს. ყველა ამაყობს თავისი თეატრალური საზოგადოებით. არაბულ საზოგადოებას კულტურის აღქმის თავისებური ხედვა აქვს. ამ საზოგადოებას განსხვავებული ღირებულებები აქვს. ჟიურის წევრებს შორის არიან ისეთები, ვინც იცის ევროპული ტრადიციები, მათ შორის არიან ისეთები, ვინც იცის არაბული ტრადიციები. მაგრამ პირადად ჩემთვის გადაწყვეტილების მიღების მთავარი კრიტერიუმი ამ ორ კულტურას შორის საერთოს გამონახვაა. დღეს ფესტივალის გახსნაზე არაერთხელ აღინიშნა ის, რომ საქართველოს წარმოადგენს იდეალურ დანიშნულებას იმისთვის, რომ ფესტივალი კიდევ უფრო გაფართოვდეს, რადგან როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, საქართველოს არის ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და ამავდროულად ფესტივალის პირველი გამოშვება საქართველოში წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს მათი გლობალური მისიის გზაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ უფრო მეტი საშუალება იმისთვის, რომ საკუთარი ნიჭი აჩვენონ საერთაშორისო აუდიტორიას.